მოგესალმებით, როგორც მოგეხსენებათ, საოლქო საარჩევნო კომისიებში დასრულდა საჩივრების განხილვის პროცესი და როგორც რამოდენიმე დღის წინ გაცნობეთ, წარმოგიდგენთ საჩივრების განხილვის შედეგად შესაბამის სტატისტიკურ ინფორმაციას. მთლიანობაში კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამურად წარმოდგენილი იყო 1201 საჩივარი, ამათგან 537 შეეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას ან გადათვლას, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით წარმოდგენილი იყო 466 საჩივარი, ხოლო მოთხოვნის გარეშე 47 ისეთი საჩივრები, სადაც არ ფიქსირდებოდა მოთხოვნა საჩივრების თანახმად, ან ისეთი საჩივრების რაოდენობა, სადაც დაფიქსირებული იყო შესაბამისი რეაგირების თვალსაზრისით მოთხოვნა ან შესაბამისი ქმედების განხორციელების თაობაზე მოთხოვნა, ამგვარი საჩივრების რაოდენობა იყო 151. წარმოდგენილი საჩივრებიდან ჯამურად ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ან დაკმაყოფილდა 167, არ დაკმაყოფილდა 917, განუხილველად დარჩა 107 საჩივარი, რაც მთლიანობაში წარმოდგენილი საჩივრების 8.9%-ია. საჩივარი გაითხოვეს 3 შემთხვევაში და ამ ეტაპისთვის მხოლოდ 10 საჩივარია განხილვაში, რომელიც არ შეეხება კენჭისყრის შედეგებს, ან უშუალოდ არ არის დაკავშირებული შედეგებთან, შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, რომლის განხილვის ვადა არის 10 დღე და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. ამათგან მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი საჩივრების შედეგად და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად დისციპლინური პასუხისმგებლობა დაიკისრა 290 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს და საერთო ჯამში საკუთარი ინიციატივის საფუძველზე გაბათილებული იქნა 12 გადასატანის საარჩევნო ყუთის შედეგები, მათგან ნაწილთან დაკავშირებით ასევე წარმოდგენილი იყო შესაბამისი საჩივრები და ასევე საკუთარი ინიციატივის საფუძველზე გადათვლილი იქნა 12 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები, რომელთა ნაწილთან დაკავშირებითაც ასევე წარმოდგენილი იყო შესაბამისი საჩივრები. მთლიანობაში ჯამურად გადათვლილი იქნა კანონით გათვალისწინებული საფუძვლებიდან გამომდინარე 427 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები და მთლიანობაში ხელახლა დათვლის შედეგებმა არსებითი ცვლილებები საბოლოო შედეგებში ვერ შეიტანა. ცვლილებები საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ არის უმნიშვნელო. ამასთანავე მნიშვნელოვანია ის, რომ წარმოვადგინოთ შესაბამისი ინფორმაცია თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან დაკავშირებით რამდენი საჩივარი იყო წარმოდგენილი, აქ იგულისხმება ისეთი საჩივრები, რომლებიც შეეხებოდა აგიტაციისა თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული წესების შესაძლო დარღვევას, სულ წარმოდგენილი იყო 114 საჩივარი, ამათგან უდიდესი ნაწილი შეეხებოდა სოციალური ქსელებით აგიტაციას, ჯამურად ამგვარი საჩივრების რაოდენობა იყო 65 და განხილვების შედეგად შედგენილ იქნა 12 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გადაიგზავნა და მიეწოდა სასამართლოებს. მთლიანობაში მიღებული გადაწყვეტილებები შემდგომში გასაჩივრდა საერთო სასამართლოებში და საერთო სასამართლოებშიც, კერძოდ პირველი ინსტანციის სასამართლოებში დავები დასრულებულია სრულად, რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოებს, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მხოლოდ ერთი საქმე იყო ჩანიშნული დღეს და შედეგთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში, ისე საერთო სასამართლოებში ფაქტობრივად საარჩევნო დავების განხილვა დასრულებულია სრულად. დიდი მადლობა.